მოგესალმებით. დღეს 1 ოქტომბერია საპარლამენტო არჩევნების დღე. ამ წუთებში მედია ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიფინგს მართავენ. ჩვენ შეგვიძლია ეს ბრიფინგი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზოთ. წარმოგიდგენთ ინფორმაციას არჩევნების გახსნისა და კენჭისყრის პროცედურის დაწყების თაობაზე. ჩვენი ორგანიზაცია არჩევნების დღის დაკვირვებას ახორციელებს ხმების პარალელური დათვლის, ეგრეთ წოდებული PVT მეთოდოლოგიის საფუძველზე. დამკვირვებლები გადანაწილებულნი არიან სტატისტიკურად მყარი წარმომადგენლობით და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე, რაც მიღებული სტატისტიკური მონაცემების მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების და არჩევნების დღის მთლიანი პროცესის ზუსტი და ყოველმხრივი შეფასების საშუალებას იძლევა. ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით უბნის გახსნის პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 77.2% შემთხვევაში, 20% შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა უბნის გახსნისა და მოწყობასთან დაკავშირებული მცირედი ხარვეზები, ხოლო საარჩევნო უბნების 2.5%-ში უბნის გახსნის პროცედურები ჩატარდა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით. პირველი ამომრჩევლის მისაღებად დილის 8 საათისთვის მზად იყო უბნების 91% და აღნიშნული პროცენტი ემთხვევა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებს. ამ დროისათვის ძირითადად თბილისში შეინიშნება ამომრჩევლის საკმაოდ მაღალი აქტიურობა, რაც ქმნის რიგებს არჩევნო უბნებთან, თუმცა ამ ეტაპისათვის საარჩევნო ადმინისტრაცია ახერხებს წესრიგის შენარჩუნებას. ძირითადი ტენდენციები დარღვევებისა, რაც ჩვენს მიერ დაფიქსირდა, ეს არის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის 7 ფაქტი, ეს დაფიქსირდა კასპის 32, ვაკის 70, ბათუმის 105, მარნეულის მერვე, საგარეჯოს 46, ქუთაისის 70, რუსთავის 50 საარჩევნო უბნებზე, თუმცა ამ ეტაპისთვის დარღვევები აღმოფხრილია. ასევე უბნის გახსნის პროცედურების დარღვევების 3 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, ეს იყო მარნეულის მერვე, საბურთალოს 57, საგარეჯოს 46 საარჩევნო უბნები და მარკირების არ შემოწმების ფაქტი არაერთგზის დაფიქსირდა გდანის 53 საარჩევნო უბანზე, თუმცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოახდინა დროული რეაგირება. ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების მიერ წარდგენილია საარჩევნო კომისიაში 13 საჩივარი. ეს არის ამ დროისთვის ძირითადი მდგომარეობა და სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს ყველა მოქალაქეს იაქტიურონ და ყოველგვარი ზეწოლისა და ზეწოლის გარეშე დააფიქსირონ საკუთარი ნება სასრული კანდიდატის და პარტიის სასარგებლოდ. დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ პირველი ბრიფინგი გამართეს არასამთავრობოებმა და მათ განაცხადეს, რომ რამდენიმე საჩივარი უკვე შემოსულია, საკუთარი არჩევანი კი უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო უბანზე მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა. სააკაშვილი მთაწმინდის ოლქის 19 საარჩევნო უბანზე არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ დღევანდელი დღე ისტორიულია, რადგან დღეს ქართული სახელმწიფოს ბედი წყდება პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დღეს არჩევნებზე მაღალი დონის აქტივობა და მაღალი სამოქალაქო შეგნების გამოხატულება იქნება. Foto. Gasake. დღევანდელი დღე მართლაც არის ისტორიული საქართველოსთვის, იმიტომ რომ დღეს წყდება ბედი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, იმისი რომ საქართველო მიაროს წინ და აღარასდროს დაბრუნდეს უკან წარსულში, იმისათვის რომ ჩვენი მომავალი თაობები გაიზარდონ უკეთეს ქვეყანაში და მათი ბედი უკან ვერავინ ვერ შეატრიალოს. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხი ყველა გადამწყვეტ მომენტში იღებდა ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას
და ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი მრავალ ეთნიკური საზოგადოებისთვის, როგორც არასდროს ვარ დარწმუნებული ჩვენი ხალხის სიბრძნეში, ჩვენი ხალხის შორსჭრეტილობაში, გამჭრიახობაში, ჩვენი ხალხის გონიერებაში და ჩვენი ხალხის გამბედაობაში. ამიტომ ეს არის უბრალოდ ის არჩევანი, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამ თაობის, რომელიც დღეს არსებობს, არამედ მრავალი შემდეგი თაობის ცხოვრებაზე. ქართული ოცნების საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და პარტია ქართული ოცნების ლიდერმა მანანა კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა ჭორვილის მე-11 უბანზე მისცა. ჭორვილაში დილიდან ამ მომრჩეველთა მაღალი აქტივობა საარჩევნო უბანთან ხალხურავალი რიგი დღეს ამ უბანზე დღეს ხმას 1498 ამომრჩეველი აძლევს. დამკვირვებლებმა დარღვევების შესახებ პირველი ოქმი ბიულეტენების სიმცირის საკითხზე შეადრინეს. ჭორვილის უბანზე მხოლოდ 1450 ბიულეტენია მიტანილი. მივეცით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, განვითარებას, სამართლიანობის აღდგენას ამ ქვეყანაში და ყველა იმ ოცნებას, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გააჩნია. ქართული ოცნების კოორდინატორებს ამომრჩევლების მოსყიდვის მოტივით ოზურგეთის პოლიციაში იბარებენ. კოალიცია ქართული ოცნების წევრის თქმით, კოორდინატორები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ პოლიციაში, არიან დაბარებული. ჩვენს კოორდინატორებს ისინი, რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან, დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით არიან დაბარებული პოლიციაში. და ეხლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თურმე არ ხდება მხოლოდ ოზურგეთში, არამედ საქართველოში, მთელ საქართველოს მასშტაბით ხდება და ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი. ქართული ოცნება მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. კოალიციის პრესპიკერის მაია ფანჯიტიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უბანზე მათი დამკვირვებლები რეგისტრაციაში არ გაატარეს, ყველაფერს გააკეთებენ, რომ არჩევნების გაყალბება არ დაუშვან. მე შეგახსენებთ, ეს ბრიფინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა ქართულ ოცნებაში. არ დაგავიწყდეთ, შეამოწმოთ, რომ ბიულეტენზე იყოს ბეჭედი და იყოს ყველა ხელმოწერა, რომელიც აუცილებელია. გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს იკრძალება სააგიტაციო მასალის გამოყენება შიგ საარჩევნო უბნებში, ამიტომ გთხოვთ არ მიხვიდეთ ქართული ოცნების მაისურებში, რადგან ვინც მივა ასეთი მაისურით საარჩევნო უბანზე, მას არ მიეცემა ხმის მიცემის უფლება. კიდევ ერთი რამ, მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღოთ ყველა exit poll-ში. ქონდა შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლები არ გაატარეს რეგისტრაციაში. მიუხედავად ამისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი კომისიის წევრები არიან ადგილებზე, ჩვენი დამკვირვებლების უმეტესობა არის ადგილებზე და ყველა პირობაა შექმნილი ჩვენის მხრიდან იმისათვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. ცესტროსთვის ამ დროისთვის უცნობია, რატომ მიიღო ფოთის საარჩევნო 55500 ბიულეტენით ნაკლები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები არ აქვს. პრესპიკერი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ცესტრო ჟურნალისტებს ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ყოველ საათში ერთხელ გააცნობს. შეგახსენებთ, ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯანო კვაშილოვამ განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქმა ამომრჩევლის რაოდენობასთან შედარებით 5500-ით ნაკლები ბიულეტენი მიიღო, მათ შორის 2765 მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენია. კვაშალოვას განმარტებით ნაკლები რაოდენობის ბიულეტენი ცესტროდან მიიღეს და მიზეზი მისთვის უცნობია. ფოთის საარჩევნო ოლქში 41565 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს. ჭენს იყრის 7 კანდიდატი. ნაციონალური მოძრაობიდან თენჯის არიშვილი, ბლოკი ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნებიდან ეტა ბესელია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ლაშა ბერაია, ლეიბორისტებიდან გიორგი ტორონჯაძე, მემარჯვენეებიდან ზაზა ლემონჯავა, თავისუფალი საქართველოს ვეფხვია ცოლმაია, სამართლიანი საქართველოს მაია ზარდინავა. 8 საათზე დაიწყო კენჭისყრის პროცესი. ჩვენი ინფორმაციით ამ დროისათვის საარჩევნო უბნები არის გახსნილი და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საარჩევნო კომისია დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში ერთხელ მოგაწოდებს დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.
გარდა ამისა, წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებსაც. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი 2-51-00-51 ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. ყველას გთხოვთ, რომ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამორჩეველს მოუწოდებს, რომ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში. აქტივობის შესახებ ამ ეტაპზე თუ არის ინფორმაცია? ან პირველი აქტივობა გვექნება 10 საათიანი აქტივობა, რომელსაც გამოვაცხადებთ 9 საათის 40 წუთის შემდეგ, როდესაც ინფორმაცია გვექნება. და მე მაგათი კითხავდი, როგორც პროცესის კომისიიდან ჩვენ ჟურნალისტებს 5500 ბიულეტენის ნაკლები ჩაიტანეს და მეორე 11-26 თეობანი დაახლოებით 20 წუთის წინ კიდევ არ იყო გახსნილი. ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს მთაწმინდის უბანთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა უბანი არის გახსნილი და კენჭისყრა მიმდინარეობს 7 გარემოში, თუმცა აუცილებლად გადავამოწმებთ ამ ინფორმაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამორჩეველთა საერთო რაოდენობა 3.63841-ია. კენჭისყრა საღამოს 8 საათზე დასრულდება და უბნები დაიხურება. საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. წესდროში დღეს ნოდარ ჩაჩოა მუშაობს. პერიოდულად ის მოგვაწვდის ჩვენ ბოლო ინფორმაციას. მანამდე კი არჩევნებისთვის 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთაც. საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება საქართველოს 42613 მოქალაქეს ექნება. ყველაზე მეტი 4 საარჩევნო უბანი საბერძნეთში გაიხსნება, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა. 3 უბანი თურქეთსა და უკრაინაში, 2 შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში. საარჩევნო უბნები ასევე იქნება ბენაში, ბაქოში, ტალინში, ლონდონში, რომში, ვარშავაში, ერევანში, ოდესაში, დონეცკში, ბერნში, პრაღაში, ოტავაში, ბუდაპეშტში, ლისაბონსა და სხვა ქალაქებში. პირდაპირ ეთერშია მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური. თავისი არჩევანი უკვე გააკეთა ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა როლან ახალაიამ. მე შეგახსენებთ, ყოფილი პროკურორი, ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას მამა. ავივერცი დემოკრატიული საქართველოს ქვეყნის წინსვლას ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ამ ეტაპზე უკან წავალთ თუ წინ წავალთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინ წავალთ და არა წარსულს, არა ანარქიას, არა კორუფციას, არა ქურდულ სამყაროს. საპარლამენტო არჩევნებზე ერთზიტპოლს რამდენიმე ტელეკომპანია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაატარებს. ერთზიტპოლების ჩატარებას გირთმობს საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსთავიორი, მაესტრო და ამომრჩეველთა ლიგა. არსებული ინფორმაციით, ერთზიტპოლის ჩატარებას აპირებს ტელეკომპანია იმედით. საზოგადოებრივი მაუწყებელი საპარლამენტო არჩევნებზე დაგეგმილი ერთზიტპოლის ფარგლებში 220 საარჩევნო უბანზე 25000 ამომრჩევლის გამოკითხვას აპირებს. არხის ინფორმაციით, ერთზიტპოლს საერთაშორისო კვლევების ევროპული ლიდერი კომპანია განახორციელებს, მას რომ შესაბამისი ხელშეკრულება ორ კომპანიასთან ოქსფორდსა და პენინშონთან გააფორმა და ერთზიტპოლს ისიც 250 საარჩევნო უბანზე გამართავს. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია ამომრჩეველთა ლიგას, ის შესაბამის პროექტს ამერიკულ პარტნიორ კომპანია ბარსელო&ს კომპანიის დახმარებით განახორციელებს. ამომრჩეველთა ლიგა ერთზიტპოლთან ერთად ხმებს პარალელურ რეჟიმში დაეთმის. ორგანიზაციის 2400 წარმომადგენელი ხმებს საქართველოს მასშტაბით 1200 საარჩევნო უბანზე დაითმის.
დაკვლავბრუნდებით ზუგდიდ 77 საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ზუგდიდში 111 საარჩევნო უბანი და 128,470 ამორჩეველია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 7 მაჟორიტარობის კანდიდატი იყრის ჭენს და როგორია ბოლო ინფორმაცია რა მდგომარეობაა ზუგდიდში. გურამ როგავა გვერდობა პირდაპირ ეთერში. გურამ მოგესალმებით გისმენთ. რა ვითარებაა ზუგდიდში ამ დროისთვის? ამ დროისთვის უკვე მისცა ხმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა უბანზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობიდან როლანდ ახალაიამ, თუმცა ის ამ პროცედურას მხოლოდ ჩვენს გარეშე, დღესაც ჩვენს გარეშე ჩაიარა ამ პროცედურამ. ზოგადად როლანდ ახალაია ჩვენს გამოჩენას მის ღონისძიებებზე მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში თავს არიდებდა და ეს დღესაც გაგრძელდა ეს ასე ვთქვათ ტრადიცია და მან ინფოცხრის, მეცხრე არხის, ლაივ პრესისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებთან არის სურვა ხმის მიცემის პროცედურის ასე ვთქვათ ასახვა და ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ის კადრები, რომელსაც თავად პრესსამსახური ავრცელებს, როგორ მისცა როლანდ ახალაიამ ხმა მე-12 საარჩევნო უბანზე. ავივეცი დემოკრატიული საქართველოს ქვეყნის წინსვლას ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ამ ეტაპზე უკან წავალთ თუ წინ წავალთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინ წავალთ და არა წარსულს, არა ანარქიას, არა კორუფციას, არა ქურდულ სამყაროს. რამდენიმე წუთში ხმას მისცემს საარჩევნო უბანზე ზუგდიდში კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ამჯერად უკვე ქართული ოცნებიდან ირაკლი ალასანია და ჩვენ შევძლებთ, რომ ეს პროცედურა დავაფიქსიროთ და მივიდეთ უბანზე. რაც შეეხება თავად როლანდ ახალაიას, მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ის მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გაურბოდა ჟურნალისტებს, არანაირ ღონისძიებაზე ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რომ დავსწრებოდით და გაგვეშუქებინა ეს შეხვედრები. თუ პირადი წყაროების მეშვეობით ვიგებდით ამ შეხვედრების შესახებ და ჩვენ ჩნდებოდით ამ ღონისძიებებზე, იყო ჩვენ მიმართ დიდი აგრესია. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ის ზოგადად, როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აცხადებენ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. აგრესიით გამოირჩეოდა ეს კამპანია ასევე ზოგადად რიგითი მოქალაქეების მიმართაც. ჟურნალისტები ამის შესახებ წერდნენ, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია როლანდ ახალაიას მომხრეები, რომლებიც ძირითადად არიან საჯარო მოხელეებით, საკუთარი ავტომანქანებით გვიან ღამემდე გადაადგილდებიან ზუგდიდის სხვადასხვა უბნებში და ხმამაღალი სიგნალებითა და ასე ვთქვათ სპეციალური ხმამაღალ მოლაპარაკებებით მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ხარი დაუჭირონ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. ზოგადად როლანდ ახალაია თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ჟურნალისტებს თხოვდა, რომ არ დაეფრთხოთ ძილი მისთვის და მიეცათ მისთვის მოსვენების საშუალება. თავად კანდიდატი კი შეიძლება ითქვას თავისი მომხრეების საშუალებით უკვე კვირაზე მეტია ძილს უფრთხობს რიგით მოქალაქეებს და ალბათ ნამდვილად არ არის სასიამოვნო ფაქტი, როცა ღამის 11 საათამდე და ზოგ შემთხვევაში უფრო გვიანაც მანქანებით ქუჩებში მოდიან აქტივისტები და ხმამაღლა მოლაპარაკებებით მოუწოდებენ საზოგადოებას როლანდ ახალაიას დაუჭირონ მხარი. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, ინტერნეტ გამოცემა ლაივ პრესი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მერვე საარჩევნო უბანი გახსნა პოლიციელმა, ამის შესახებ საუბრობს ქართული ოცნების დამკვირვებელი. თავად ჩვენც ვიმყოფებოდით რამდენიმე უბანზე, სადაც შეინიშნება ეგრეთ წოდებული კუდის თანამშრომლების მობილიზება. მე პირადად მივეცი დაახლოებით 9 საათის წინ მე-7 საარჩევნო უბანზე ხმა, სადაც დაბურულ მინებიანი მანქანები იდგა საარჩევნო უბანთან და ასე ვთქვათ იქ ქმნიდა არც თუ სასურველ განწყობას ზოგადად რიგით მოქალაქეებში. ასევე შეინიშნება ქალაქში პიკაპის ტიპის პოლიციის მანქანების გადაადგილება და რიგითი მოქალაქეებისთვის ეს თავად უსიამოვნო ფაქტია. ასეთია ამ დროისთვის ვითარება, სხვა დამატებითი დეტალების შესახებ კი ჩვენ პირდაპირ ეთერში ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა გურამ. ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში გურამ როგავა საუბრობდა ინციდენტი ლურჯაანში რვიან ღამით ქართული ოცნების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ადვოკატებს იმრა ბერიტაშვილს და შოთა ჯოხაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევა ლურჯაანის სოფელ ახალშენში მოხდა. ადვოკატების განცხადებით ისინი სოფელში კოალიციის კოორდინატორებისთვის სამტერდე ნიშნების მისაცემად ჩავიდნენ. ამ დროს რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პიკაპის ტიპის კრიმინალისტიკური სამსახურის მანქანა ბზა გადაუკეტა და 40 ადამიანმა მათ ხელტეტებით და თვებით ცემა დაუწყო. სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება შოთა ჯოხაძეს.
Autada დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს პერიოდში ყოველივეს ნათელი მოეფინება და სიმართლე დადგინდება. მაგრამ რასაც ვაკვირდებით ჩვენ ახლა ამ ბოლო წუთებში, ბოლო საათებში, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, მისი ტელევიზიები და ჟურნალისტებით, რასაც აკეთებენ სხვადასხვა ადამიანები, პოლიტიკოსები, მანა ბერიკაშვილი, ქართული ოცნების წარმომადგენლები, ეს არის პირდაპირ გეტყვით, რა ეს არის სუმდაბლობა, ეს არის უზნეობა და ამორალურობა. რა მხოლოდ ამორალურ ადამიანს შეუძლია ავადმყოფურ ტვინში დაიბადოს კავშირი აი ამ საშინელი ოჯახური ტრაგედიისა პოლიტიკასთან. რაღაცებს რო ვარკვევდით ამ თემასთან დაკავშირებით, ესეთი რაღაც მოხდა, რომ ვიღაც პიროვნებები, სავარაუდოდ ალბათ ჩვენი ოპონენტები ნაციონალური მოძრაობიდან და შესაძლებელია ალბათ სავარაუდოდ ეგ უკვე ადგილობრივებს უფრო ეცოდინებათ, ვინები იყვნენ სახეებზე, თავს დაგვესხნენ. და პირველ დარღვევებთან დაკავშირებით ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგს მართავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ჩვენ პირდაპირ ეთერში რთავაზობთ ამ ბრიფინგს. არ იყოს სათანადო ხელმოწერები და რეკვიზიტები მიღება ჩაბარების აქტებზე. ჩვენ ამ დროისთვის დაფიქსირებული გვაქვს 11 საჩივარი, მათ შორის არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ერთი საჩივარი, უბნის დაგვიანებით გახსნასთან დაკავშირებული საჩივრები, კანონის დარღვევით აგიტაციის წარმოება, ბიულეტენების ნაკლებობა უბანზე, დამკვირვებლის არ შეშვება უბანზე, წევრის მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება და გადასატანყუთან დაკავშირებული ხარვეზი. ერთი საკითხი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან გარკვეული პირები, ინიშნავენ მოსული ამომრჩევლის ვინაობას, აკეთებენ აღრიცხვას. ეს პირდაპირ კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ეს წარმოადგენს არაპირდაპირ კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენას და ნების გამოხატვაზე, რაც მიგვაჩნია, რომ არასწორია, ასეთი შემთხვევები ფიქსირდებოდა წინა არჩევნების დროსაც და მაშინაც ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ პარტიებს მოეწოდებინათ თავისი ასე ვთქვათ აქტივისტებისთვის, რომ შეეწყვიტათ მსგავსი საქმიანობა. ამჯერადაც ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი, თუნდაც ასეთი არაპირდაპირი კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. ეს არის ძირითადად ჩვენი 10 საათისთვის, დილის 7 საათიდან 10 საათამდე პერიოდში არსებული მდგომარეობა. მინდა ერთ საკითხს გაუსვა ხაზი, რამდენადაც გავიგე, უკვე ვრცელდება ზოგიერთ საინფორმაციო სააგენტოზე რაღაც ისეთი მითითებები ან ინფორმაცია თითქოს რომელიღაც კანდიდატმა უკვე მოიგო ან უკვე წააგო, რაც სრულიად აბსურდული იქნებოდა დილის 11-ის ნახევარზე იმის თქმა, რომ ვიღაცა შეიძლება ჩაითვალოს მოგებულად ან წაგებლად, ამიტომ შეცდომაში მედიას ვთხოვდი პირველ რიგში, რომ შეცდომაში ნუ შევიყვანთ საზოგადოებას და ამომრჩევლებს ჯერ კიდევ მთელი კენჭისყრის დღე არის დარჩენილი იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა შეძლონ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა. ამ ეტაპისთვის სულ ეს არის, შემდეგ ინფორმაციას ჩვენ მოგაწვდით 5 საათზე. 5 საათზე იქნება ჩვენი მომდევნო პრესკონფერენცია. დიდი მადლობა. ეს იყო არასამთავრობო უკაცრავად ეს იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრესკონფერენცია საპარლამენტო არჩევნებამდე 6 საათით ადრე ტიშინერდა საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სამინისტრო იღებს ინფორმაციას რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ მიღებული ინფორმაციის მიხედვით მონაწილე პირები ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ. პოლიცია აღნიშნულ ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა. იმის დათვალისწინებით, რომ ხვალ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან. ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს განცხადებაში. Daxla Ქუთაისი 59 საარჩევნო ოლქის 39 უბანზე საარჩევნო პროცესი კომისიის თავმჯდომარესა და ქართული ოცნების დამკვირვებელს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ქართული ოცნების დამკვირვებლის თქმით დაირღვა გადასატანყუთან დაკავშირებული პროცედურა, სადაც ორის ნაცვლად 3 ბარათი აღმოჩნდა. ამას გარდა ქართული ოცნების დამკვირვებელმა უბნიდან ნაციონალური მოძრაობის 2 დამკვირვებლის დაძევება მოითხოვა, რადგან მათ სათანადო დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდათ. მე რეგისტრატორი. მიგზან დავზან თუნადრეს. გავდგინე რამდენია შანტაჟი ეგრე. ვის? აი ორი წარმოა რომელსაც არა. ხო გაიგონა და. ისე ჩვენს მე არ მოვიდოდი ასეთ გადასაწყვეტ ხუთებზე ხო შეხედეთ რა ხდებოდა ორის ნებურად იყო 3 არა ამით შეიძლება არ შეიძლება კი დამერე არ შეიძლება ბატონო მეგრეუბნები
დილიდან თბილისსა და რეგიონებში საარჩევნო უბნების უმეტესობასთან რიგებია. ამორჩეულთა აქტიურობა მაღალი იყო საარჩევნო უბნების გახსნისთანავე და უბნებზე ცესტოს წარმომადგენლები ჯერჯერობით რაიმე სერიოზულ დარღვევაზე არ საუბრობენ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს დარღვევა ახმეტაში დილის 8 საათისთვის ახმეტის საარჩევნო უბნის დუისის 22-ე საარჩევნო უბანზე ჭენჭისყრის პროცესი არ იყო დაწყებული. ამორჩეულები საარჩევნო უბნის კარებთან იდგნენ და მათ შენობაში არ უშვებდნენ ადგილზე მყოფი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ხმით დაირღვა საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლი, რადგან საარჩევნო უბანზე ჭენჭისყრა დროულად არ დაიწყო და შესაბამისად დამკვირვებლებმა საჩივარი შეადგინეს. დამკვირვებლის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს შორის დროულად არ გადაანაწილა ფუნქციები, რაც ჭენჭისყრის დაგვიანების მიზეზი გახდა. შედახსენებთ, ახმეტაში სულ 29 საარჩევნო უბანია. რა ვითარება რეგიონებში და როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, ჩვენი კორესპონდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ. ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ თუშეთს და ბოლო ინფორმაციით გიორგი მანჯავიძე. გიორგი, მოგესალმებით, გისმენთ. სოფო, მოგესალმები. დილნა ხმაური იყო 59 საარჩევნო უბანზე დუშეთის რაიონში, რომელიც ჩემს მდებარეობს. ახლა ჩვენს გამოჩენას და უბანში შესვლას თავიდანვე მოყვა ხმაური და ბევრი ჭუბი თავად კომისიის წევრებისგან. პრობლემა იყო ის, რომ თავდაპირველად საერთოდ არ გვიშვებდნენ უბანში მიზეზით, რომ თქვენი მეცხრე არხი სხვა გადამღები ჭუბი უკვე იყო უბანზე და თქვენ შემოსვლის უფლება არ გაქვთ, ამაზე საკმაოდ დიდხანს მოგვიწია ახსნა განმარტებების მიცემა, რომ ჩვენ 10 წუთის განმავლობაში მინიმუმ მქონდა რაღაც გარკვეული გადაღებების უფლება. შემდეგ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ჩვენ გვიხსნიდნენ, რომ საერთოდ არანაირი გადაღების უფლება არ მქონდა და ფაქტიურად კამერა უბრალოდ უნდა დაგვედო ძირს და თუ სურვილი ქონდა იყოფნის, უბრალოდ როგორც დამკვირვებლები ისე უნდა ყოფილიყავით და ხმა არ უნდა ამოგვეღო. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი აგრესიით პასუხობდნენ კომისიის წევრები. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს კადრები პირდაპირ ეთერში. სად არის ადგილი, სადაც უნდა იდგეს კამერა? აი, მიგდით იქით. სად უნდა მოვიდეს ინტერვიუს ადამიანი? გარე, კენჭისყრის შენობა. გარე შეგავედი შიგნით ჩამოთი ხდება აღარა. მაინც ეს გეკეთები. ეს იქიდან თქვენი პრობლემაა. დღეს ამისო. მოდი რა სოფო, ამას გარდა დილიდანვე ხმაური, ჩვენი იყოფნის დროსაც ხმაური, საკმაოდ დიდი ხმაური იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გაიხსნა საარჩევნო უბანი. როგორც დამოუკიდებელი დამკვირვებლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები წარმომადგენლები ამბობენ, საარჩევნო უბანი 59 საარჩევნო უბანი გაიხსნა დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით 9 საათსა და 40 წუთზე დაახლოებით. ამასთან დაკავშირებით თვითონ შიგნით უბანზე ჩვენი ყოფნის დროსაც მოხდა კამათი. ნაციონალური მოძრაობის წევრები და დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ უბანი გაიხსნა თავის დროზე, ხოლო არასამთავრობოების და ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უბანი გაიხსნა 9:30-ზე დაგვიანებით. გიორგი ბეჟინაშვილი არის პირველი ამორჩეველი, რომელიც მოვიდა. არა, ეს იყო ხუთი იყო. პირველი ამორჩეველი ხალი იყო. მაგრამ პირადობა არ და გაჩვენა გიორგი არის. აი პირველი ჩვენ ხო ვიცით საათის ნომა, კარგი, ყველაფერი თქვენი ხო არ უნდა გავიდეს, დამკვირვებლები ხო ვართ ჩვენ? კარგი ყვირა, მაგრამ თქვენ ყვირი ხართ ერთმანეთს და პრობლემები არ ვედენე, ყველა პირველი ამომრჩეველი მაშინ შემოგვიყვება. სოფო, ხმაური იყო ასევე თავად კამერებთან დაკავშირებითაც საარჩევნო ყუთის გადაღების უფლებას არ აძლევდნენ არც ერთ კამერას, დამკვირვებლების კამერებს. როგორც გითხარით, ჩვენს ჰქონდა ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი პრობლემები იმასთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყავით თუ არა შიგნით და კომისიის წევრები პოლიციის ძალითაც დაგვემუქრნენ, რომ გაგვიყვანდნენ პოლიციის ძალით საარჩევნო უბნიდან. მერიკო ხო გავიდა 10 მაშინ დავწერთ არ გავიდა 10 წუთი? ეს უნდა შეგვიშალოთ ხელი? ხო, აბარა, ამ ხელა კამერით გიხარ რა. ჩვენ ხელი შეუშალეთ ამ ხმის მიცემის პროცესს? შენ იმაზეა გასული. გეკითხება. ხელი შეუშალეთ? აკოფის უნდა? ვა. ჩვენ შეუშალეთ ხელი ხმის მიცემის. ეს დუში დაბა აჯოში და ყველა
სოფო მთელი ამ ხნის განმავლობაში ეხლაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს კამათი გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით. დიდი ხმაური იყო საარჩევნო გადასატან ყუთთან დაკავშირებითაც. როდესაც გადასატანი ყუთი გამოიტანეს უბნიდან, აღმოჩნდა რომ სიები დარჩათ, შემდეგ მოbrunდნენ და გამოიტანეს ისევ სიები. ასევე ბიულეტენების რაოდენობასთანაც არის გარკვეული უზუსტობები და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემს გვერდით ახლა იმყოფება ამომრჩეველთა ლიგის ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელსაც ვთხოვ რომ დარღვევებზე გააკეთოს გარკვეული კომენტარი. ამომრჩეველთა ლიგა ქეთევან ორაგველიძე, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ უბანი გაიხსნა დაგვიანებით 8:30 და 30 წუთზე, მიმდინარეობს აბსოლუტური დარღვევები, კერძოდ რეგისტრატორთან ნაცვლად 2 ამომრჩეველისა დგას 4-5 ამომრჩეველი, ხორციელდება ზეწოლა დამკვირვებლებზე, ადგილი აქვს პროვოკაციას, კერძოდ ადგილი აქვს ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ დამკვირვებელი რეზო ოთარაშვილი ინვალიდთა ასოციაციიდან გადმოვიდა ჩემზე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე უმიზეზოდ, ადგილი აქვს სრულ დასმენებს, რაშიც ხელს უწყობს კომისიის თავმჯდომარე და რეაგირებას არ ახდენს, წერენ უმიზეზოდ საჩივრებს და ცდილობენ როგორმე მოიშორონ თავიდან დამკვირვებლები, ასევე უფლებას არ აძლევენ გადაიღონ ჟურნალისტებმა საარჩევნო ყუთები, ხელს უშლიან მათაც მუშაობაში და ცდილობენ იმასაც, რომ ისინი როგორმე გაუშვან ამ საარჩევნო უბნიდან. გადასატან ყუთს რაც შეეხება ნაცვლად 77 ბიულეტენისა გავიდა 85 მეტი და ასევე გროვთხოვეთ რომ დაეთვალათ ჩვენს წინ არ დათვალეს, კიდევ იყო რიგი დარღვევები ამ გადასატან ყუთთან დაკავშირებით, რომელსაც გაყვნენ ქრისტიან დემოკრატების და ნაციონალების წარმომადგენლები და ასევე დამკვირვებლები, საეჭვო დამკვირვებლები. არგუმენტები იყო ძალიან საინტერესო, როგორც ამ ბიულეტენებთან დაკავშირებით. ხო, არგუმენტი მოიყვანეს ფაქტის, რომ რაღაცები დაავიწყოთ, რაღაცები არ ქონდათ წესრიგში და ამიტომ მოხდა ის და ხო, მეტი ბიულეტენი გაუშვეს იმიტომ, რომ თქვათ, რომ გაუფუჭდეს ამომრჩეველს ეს ბიულეტენი, ხომ უნდა იქონიოს თან ზედმეტი რაოდენობის. ძალიან დიდი მადლობა. ესეთი სიტუაცია ამ დროისათვის სოფო 59 საარჩევნო უბანზე დუშეთში. ამას გარდა საინტერესო იყო ის, რომ გარეთ გამოსვლისას ჩვენ შევნიშნეთ მიკროავტობუსი ნაციონალური მოძრაობის პლაკატებით და 5 ნომრით, ასე ვთქვათ. ჩვენ მივედით, ვკითხეთ თუ რატომ ქონდა ეს პლაკატები საარჩევნო უბანთან გამოკრული. რის შემდეგაც მათ ეს პლაკატები ჩამოხსნეს და ეს მიკროავტობუსი უბრალოდ წავიდა ამ ადგილიდან. ეს არის სულ ამ დროისათვის ჩვენ ვჩებით ადგილზე, შიგნით არანაირი საშუალება არ აქვს და ვცდილობთ გარედან გავაკონტროლოთ სიტუაცია. დიდი მადლობა, გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში დუშეთიდან. ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით გიორგის მოგვიანებით. ახლა კი გორში ნომერ 1 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები ერთწოდებული სომხური კარუსელის გამოყენების ფაქტზე საუბრობენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის თამაზ მაყაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები ამომრჩევლებს წინასწარ მონიშნულ ბიულეტენებს ურიგებენ. მოქალაქეების შემდეგ ამ ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში არდებენ. იმ სუფთა ბიულეტენებს კი, რომლებსაც მათ საარჩევნო უბანზე აძლევენ, გამოუხდა ნაციონალური მოძრაობის წევრებს აბარებენ. გარეთ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც კომისიის წევრები არიან, შიგნით ნახემე კომისიის წევრები, აქ დგანან შეჯგუფულები, კიდევ ხალხი, გარკვეული ხალხი, პერიმეტრზე დაახლოებით 50-100 მეტრში კიდევ დგანან და შეამჩნიეს, მოვიდნენ და მე მითხრეს, რომ რაღაც ფურცლებს ცვლიან ერთმანეთში. დაირღვა კანონის 58 მუხლის მე-4 პუნქტი. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გვაქვს რეგისტრატორებზე დაკვირვების საშუალებას არ გვაძლევენ, არც გვერდიდან, არც უკან. ესე უნდა იყოს რეგისტრატორის უკან დარჩენილი 1 მეტრი მაინც, რომ იმოძრაოს დამკვირვებელმა და შეამოწმოს რა ხდება იქ. ამის საშუალებას არ გვაძლევენ, დიდი ამ დავწერეთ საჩივარი, მაგრამ არაფრით არ გვაძლევენ იმ საშუალებას, რომ რამენაირად რეგისტრატორთან ახლოს მივიდეთ. ხმის მიცემა მიმდინარეობს ონის რაიონის 23 უბანზე, უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. რაიონში სულ 6000 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ონის 53 საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, უბნები შეფერხებების გარეშე გაიხსნა. სასამართლო საარჩევნო უბანზე კენჭისყრა დაიწყო. ეს პროცედურა მიმდინარეობს 7 წყნარ ვითარებაში.
რამდენი ამორჩეველია? ჩვენთან არის 6838 ამორჩეველი. სპეციფიკანი არ არის ონში, ყველა უბანი არის ჩაულებად გახსნილი საარჩევნო უბანი. მე მგონი ქართველი არის ერი, უბრალოდ მიიღებს საგადაწყვეტილებას და მიიღებს ნორმალურ არჩევანს და აირჩევს მართლა საქართველოსთვის ღვთისმიერ ადამიანს, რომელიც გამოადგება თვითონ ერს. და ცოტა ხნის წინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ერთი საინტერესო ინფორმაცია დაავრცელა ლადოდეხის რაიონის სოფელ კაბალის მე-18 საარჩევნო უბანზე აზერბაიჯანულად ბეშ-ბეშს დაიძახიან, რაც ქართულად ხუთს ნიშნავს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა უკვე შეიტანა საჩივარი ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა აღსანიშნავი ერთი დარღვევას, რომ ლადოდეხის მე-15 ოლქის მე-18 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი არ დრას თვალსაჩინო ადგილზე დამკვირვებლები ვერ ხედავენ ყუთს, რადგან ის შენობის შიდა დერეფნის გადაჭროთაზე ჭენჭისყრის კაბინების გვერდით დგას. ამ უბანზე სულ 3 დარღვევა არის უკვე დაფიქსირებული. სამართლიანი არჩევნების მიერ ცესტოშიტი ამ დროისთვის უკვე 13 საჩივარია შესული. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ უკვე გააკეთა პირდაპირ ეთერში განცხადება ამის შესახებ. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 20% შემთხვევაში დაფიქსირდა უბნის დახსნისა და მოწყობასთან დაკავშირებული მცირედი ხარვეზები. ლომჯარიას შეფასებით პირველი ამორჩევლის მისაღებად 8 საათისთვის მზად იყო უბნების მხოლოდ 91%. ამ დროისთვის ძირითადად თბილისში შეინიშნება ამორჩევლის საკმაოდ მაღალი აქტივობა, რაც თქმის რიგებს საარჩევნო უბნებთან, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე ახერხებს წესრიგის შენარჩუნებას. ძირითადი ტენდენცია, რაც სამართლიანი არჩევნების მიერ დაფიქსირდა ორგანიზაციის დამკვირვებლების უფლების შეზღუდვის 7 ფაქტი. ამ დროისთვის სამართლიანი არჩევნების მიერ ცესტოში წარდგენილია 13 საჩივარი. და ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ქუთაისის თემას. ქუთაისის 59 საარჩევნო ოლქის 39 უბანზე საარჩევნო პროცესი კომისიის თავმჯდომარესა და ქართული ოცნების დამკვირვებელს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ დროისთვისაც ქართული ოცნების დამკვირვებლების მით დარღვეულია გადასატან ყუთთან დაკავშირებით, სადაც ორის ნაცვლად 3 ბარათი აღმოჩნდა. ამას გარდა ოცნების დამკვირვებელმა უბნიდან ნაციონალური მოძრაობის 2 დამკვირვებლის დაძევება მოითხოვა, რადგან მათ სათანადო დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდათ. აი ორი წარმოება რომელსაც არ აქვს ხო გაიგონა მე არ მოველოდა ასეთ გადასატანი ყუთებზე ხო შეხედეთ რა ხდებოდა ორის ნაგრად იყო 3 არა ამით შეიძლება არ შეიძლება კი დამერე არ შეიძლება ბატონო მეგაუბნები დაკვლავ გორი, სადაც საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები ერწოდებული სომხურის კარუსელის გამოყენების ფაქტებზე საუბრობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამკვირვებლის თამაზ მაყაშვილის განცხადებით საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები ამორჩევლებს წინასწარ მონიშნულ ბიულეტენებს ურიგებენ. მოქალაქეების შემდეგ ამ ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში არტებენ. იმ სუფთა ბიულეტენებს კი, რომლებსაც მათ საარჩევნო უბანზე აძლევენ, გამოაქვთ და ნაციონალური მოძრაობის წევრებს აბარებენ. მე შეგახსენებთ, რომ დღეს პირველი სომხური კარუსელი გორში დაფიქსირდა. ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა გამოვლენილი სხვაგან არ ყოფილა. და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ჟურნალისტებს საათში ერთხელ ახალ ინფორმაციას აწვდის. ცესტოში დღეს მთელი დღის განმავლობაში დარჩება ნოდარ ჩაჩუა და სწორედ ახლა შევიტყობთ მისგან ბოლო ინფორმაციას ნოდარ მოგესალმებით. დეტალური ინფორმაცია საარჩევნო ოლქების მიხედვით რამოდენიმე წუთში აიტვირთება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე დაგირიგდებათ თქვენც. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე ფაქტზე. მოხდა ისე, რომ საჩხერის საარჩევნო ოლქის 25 და 53 უბანზე რეგისტრატორის ბეჭედი იყო ნომრით 25. ჩვენ ვიცით ამ ფაქტის შესახებ, კენჭისყრა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი, ეს კონკრეტული ფაქტი შედეგებზე. რუმინეთში ბუქარესტის საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია 24 ამორჩეველი, ჩაიშალა საარჩევნო პროცესი იმის გამო, რომ კომისიის 7 წევრიდან 2 ვერ გამოცხადა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ვეღარ მოხერხდა უბნის გახსნა.
რუსთავის ოლქის მე-16 უბნის თავმჯდომარეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი ვეღარ ასრულებს მოვალეობას და მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. საქმეს იძიებს პოლიცია, კენჭისყრა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ასევე მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია მარტვილის ოლქში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მარტვილის ოლქის მესამე უბანზე გაიტაცეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სია. საქმე გადაცემულია პოლიციისთვის, სია არის უკვე დაბრუნებული ცნობისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას მოგაწოდებთ შემდეგ ბრიფინგებზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ უბანზე არსებობს განსხვავება ამორჩევლების რაოდენობასა და ბიულეტინების რაოდენობას შორის. ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ზოგიერთ ამორჩეველთა ერთიან სიაში აქვს შესაბამისი მინაწერი, ანუ სტატუსი, რომ იმყოფება საზღვარგარეთ, არის სამხედრო სამსახურში, არის პატიმარი და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს განსხვავება იქნება საარჩევნო უბნებზე ამორჩეველთა რაოდენობასა და ბიულეტინების რაოდენობას შორის. ეხლა გისმენთ თუ რაიმე შეგიძლიათ გაქვთ? ოპერატორს არ მიეცა ფოთში გადაღების უფლება. ფოთში? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა აუცილებლად მოვიყვანთ. ბიჯებთან დაკავშირებით არ ჩავიდეთ დროულად რამდენიმე ძალიან ბევრი დამკვირვებელი დღემდე ელოდება ამ წუთამდე ბიჯებს რომ შეუშვან საფუძვლად ამასთან დაკავშირებით როგორ არის ჩადის ეს ბიჯები ბეიჯებთან დაკავშირებით ჩვენთვის არ მოუმართავს არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ მათ დამკვირვებელზე არ გაიცა ბეიჯები. ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ ნამდვილად ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას დაურიგდა ბეიჯები. ჩვენ ვაკეთებთ ჟურნალში შესაბამის აღნიშნოს და ხელი აქვს მოწერილი იმ პირებს, რომლებსაც გადაეცათ ეს ბეიჯები. ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ პოლიტიკური პარტიები აკეთებენ დამკვირვებლების მაგივრად ასეთ განცხადებებს. ასეთის რაიონზე შემოვიდა კიდევ რამდენი ასეთის რაიონის სამსახურში უბნები ჩაშლის პირას არის და რამდენიმე ბანკზე. მაგალითად ჩვენი ინფორმაციით რაიმე განსაკუთრებული ექსცესები არ არის და საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ყველა უბანზე შვიდ გარემოში. ამ დეტალურ ინფორმაციას რამდენიმე წუთში მოგაწვდით, დაგირიგდებათ თქვენს და ასევე აიტვირთება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე. დიახ და არა მარტო ფოთში, სხვაგანაც შეიძლება რომ აღმოჩნდეს განსხვავება ამორჩეველთა რაოდენობასა და იქ მისულ ბიულეტენების რაოდენობას შორის. ეს არის ძალიან ბუნებრივი რამ. ამის შესახებ ინფორმაციას მოგახსენებ ზუსტად, იმიტომ რომ ზუსტი რიცხვი უნდა გითხრათ და აუცილებლად გეტყვით ამ რიცხვს. და ახლა პრესკონფერენციას მართავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში შემორთავაზოთ ეს პრესკონფერენცია. თარჯიმანი კი კი დაგჭა უბრალოდ სიჩქარეში დაგჭა ხო ცხომის ალბათ უფრო ჩუმად აქვს ყოველთვის და მე შემდეგ თვითონაც იტყვიან ორი სიტყვით მიმართავენ და ამიტომ ეს არის ყველაფერი ყველა ის არის რა ქვია საერთაშორისო გამჭვირვალობა. დავიწყოთ თუ არა შენგეროდებული ყველა შენგეროდებული თარჯიმანია და რა ვიცი მეგონი ჩემოვა კი უნდა თარგმნო შეგვიძლია
მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ორ საკითხზე. პირველი ის თუ როგორ აკვირდება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ამ არჩევნებს და მეორე რა დარღვევები აღმოვაჩინეთ აი ამ ეტაპზე. როგორც ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ეყოლება დაახლოებით 400 დამკვირვებელი, უფრო ზუსტად 420 დამკვირვებელი. აქედან 56 დამკვირვებელი იქნება საერთაშორისო დამკვირვებელი. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს ლატვიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, პორტუგალიიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან რომ ჩამოსულიყვნენ და დახმარებოდნენ ამ არჩევნებზე დაკვირვებაში. ყველა ეს ადამიანი არის საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი. ჩვენ ვაკვირდებით 63 ოლქს 73-დან. ჩვენ გვეყოლება 300 ადგილობრივი 300 დამკვირვებელი, რომელიც იდგება მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე და ასევე გვეყოლება 36 მობილური ჯგუფი. ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით 11 საათზე, ანუ ეხლა ამჯერად, შემდგომ უკვე 2 საათზე და 22 საათსა და 30 წუთზე. მე მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფისებიდან რომ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ იმ დარღვევებზე, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ ეტაპზე. Thanks for having me. Hello, I'm Christos Petermanis, the Executive Director of TI Latvia. აღმასრულებელი დირექტორი წარმოგიდგენთ საერთაშორისო ორგანიზაციას გამჭვირვალობა, არჩევნების გამჭვირვალობა. We are very pleased to be here and to support this very important moment for Georgia's democracy. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოთ საქართველოს და დახმარება მხარდაჭერა აღმოუჩინოთ საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან მისიას აღსრულებისთვის. We'll hopefully make a more lengthy and positive statement later today and also tomorrow. უფრო სიღრმისეულ და საგნობრივ განცხადებებსა და კომენტარებს გავაკეთებთ დღეს მეორე ნახევარში. But I want to stress that it's very important that these elections go according to rule of law and the international election standards. აღნიშნო, რაც ყველაზე უმთავრესია და უზენაესია, იყოს დაცული კანონის უზენაესობა და ასევე იყოს დაცული საარჩევნო კანონი და აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტები, რაც ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ამ ეტაპზე. Because it will show whether Georgia really is on a path towards Europe, European Union and NATO, or whether it's slipping towards that group of former Soviet Union states where rule of law and democracy are not values. ეს არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის, საქართველოს მოუწევს დაამტკიცოს, რომ იგი არის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული და იმყოფება ევროკავშირის გზაზე, ევროპული სტანდარტების მიმართულებით იღწვის და მიისწრაფვის და არ მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც მუშაობენ და ოპერირებენ ძველი საბჭოთა კავშირის სტანდარტებისა და კანონების მიხედვით. We are not here to support any side. We wish success to all of the parties, but we hope that both the winners and the losers will abide by the will of the population. ჩვენ ავართ აქ იმისთვის, ჩვენი ამოცანა არ მდგომარეობს იმაში, რომ რომელიმე პარტიას მხარი დაუჭიროთ, არამედ სურს შეიქმნა შესაბამისი გარემო იმისათვის, რომ საქართველოს ამომრჩევლებს, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ იმის საშუალება, რომ ისინი განახორციელონ თავისუფალი არჩევანი და საბოლოო ჯამში იზეიმოს მოქალაქეების ნებამ და მოქალაქეების მიერ გაკეთებულმა არჩევანმა. Okay, thank you. დიდი მადლობა. Hi, my name is Sal Sabri. I'm the Executive Director of Transparency International Estonia. Today we're here to representatives of TI Latvia. TI Latvia's წარმომადგენელი აღმასრულებელი დირექტორი საერთაშორისო გამჭვირვალობა. I think my colleague from TI Latvia already stressed everything that we think is necessary at this point, and there is not much that I could add, but I would like to say that we like to believe that we are not going to the stations to find the infringements or breaches, to detect them, but to prevent them. And I think this is our most important
input. ჩემო კოლეგამ უკვე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, ამდენად არ მაქვს არანაირი არსებითი კომენტარი. უბრალოდ იმის ხაზგასმა მსურს, რომ ჩვენ საარჩევნო უბნებზე მივდივართ იმისათვის, რომ მოვახდინოთ დარღვევების პრევენცია და არა იმისათვის, რომ ვიყოთ ჩასაფრებულები, რათა აღმოვაჩინოთ, ასე ვთქვათ, ის დარღვევები, რომელიც შესაძლებელი არც არსებობდეს. I really hope that those elections will be fair and transparent. That will be a great contribution to the legitimacy of of the results of the elections, and also will raise the legitimacy of the future government and the parliament. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეფექტურად ჩატარდება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მშვიდობიან ეფექტურ გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ასევე ეს კიდევ ერთხელ გაამყარებს, ასე ვთქვათ, გამარჯვებული გუნდისა თუ პარტიის ლეგიტიმურობას. And I also hope that we are able to make more substantial statements later today or tomorrow. უფრო დეტალურ, მნიშვნელოვანი და საგნობრივ კომენტარებს გავაკეთებ დღეს, დღის მეორე ნახევარში ან ხვალ. Thanks. მადლობა ყურადღებისთვის. Good day, everyone. My name is Nerenga Mitskevičiūtė, and I'm a representative of the Latvia's mission here in a position to speak from Transparency International Lithuania. To add just very little to what my colleagues said already, the demand for transparent and fair elections should never cease, and we very much, probably more than anyone else in this room, feel for the situation in Georgia, because we have our own parliamentary elections in just 2 weeks. So it is always a test for any democracy to hold accountable elections and to fairly reflect the will of the population. So this is our mission, and we hope that Georgia will successfully pass this test. სულ მხოლოდ რამოდენიმე კომენტარი გავაკეთო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოფნა დაკვირვების წარმოება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2 კვირაში ჩატარდება არჩევნები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უპრიანია და უპირატესია დაკვირვება განვახორციელოთ და ასე ვთქვათ, დავწუნოთ იმაში, რომ საქართველოში არსებობს ნამდვილად შესაბამისი გარემო იმისათვის, რომ ჩატარდეს თავისუფალი, ობიექტური, გამჭვირვალე არჩევნები, ვინაიდან ეს იქნება ტესტი საქართველოსთვის, ტესტი იმისათვის, რომ საქართველოს დაამტკიცოს, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ იგი წარმოადგენს დემოკრატიულ სახელმწიფოს. Thank you. მადლობა. Hello, my name is Thierry Dias Coelho. I come from Portugal and I represent the Portuguese team. I think all my colleagues said everything that has to be said. However, I'd like to stress that elections are a very important process in democratic systems. So I hope these elections will be fair and that both winners and losers will obey to the will of the people. I wish Georgia the best in these elections, and I hope everything will be going well. Thank you. პორტუგალიის წარმომადგენლ მხოლოდ რამოდენიმე კომენტარიც გაკეთება მსურს ვიმედოვნე, რომ წარმატებით ჩატარდება არჩევნები, იქნება გამჭვირვალე, ობიექტური და ასევე ორივე პარტია, ანუ გამარჯვებულიც და წაგებულიც აღიარებს იმ შედეგებს, რომელიც იქნება გაცხადებული და საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ქართველი ამომრჩევლებისა და მოქალაქეების ნება. კარგი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგებს. ეხლა რაც შეეხება დარღვევებს, პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დამკვირვებლები გვაწვდიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ უბნებზე საარჩევნო კომისიის წევრები ძალიან ბევრი გამოირჩევა აგრესიულობით. მე მინდა ვთხოვო აბსოლუტურად ყველას, რომ დაწყნარდეს და იმისთვის, რომ არჩევნების დღე უფრო მშვიდად ჩაიაროს, როდესაც ჩვენი დამკვირვებლები შედიან უბნებზე, მაშინვე მათ აგრესიულად ეკითხებიან, რომ რომელ მხარეს წარმოადგენენ, ვინ არიან ისინი და ეს მე მგონი არ არის მიზანშეწონილი, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც მართლაც დაძაბულ ვითარებაში მუშაობთ ჩვენც. რაც შეეხება დარღვევებს, ჩვენ ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით და ზუსტად ვიცით 20 უბანზე შეტანილი არის იმაზე ნაკლები ბიულეტენი და იმაზე ნაკლები კონვერტი, ვიდრე არის დარეგისტრირებული
ვიდრე არის დარეგისტრირებული ადამიანი ამ უბნებზე, ანუ 20 უბანზე ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს დარღვევა. გარდა ამისა, საბურთალოზე 52 უბანზე ბატონი გიორგი ჯიქიამ შეიტანა ბიულეტენი, ჩააგდო ეს ბიულეტენი, ანუ გარედან შეიტანა ბიულეტენი, ჩააგდო ყუთში და ამის შემდეგ გაქონდა თავისი ბიულეტენი გარეთ. ანუ ეს ეგრეთ წოდებული მარაოს შემთხვევა არის დაფიქსირებული და ჩვენ ვთხოვთ შესაბამის რეაგირებას, შესაბამისი ორგანოების რეაგირებას აი ამ ფაქტზე. ჩხოროწყოში 21 უბანზე არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სამკერდე ნიშანი და რომლებიც გარკვეულ ინსტრუქციებს აძლევენ კომისიის წევრებს და რეგისტრატორებს, ესეც მნიშვნელოვანი დარღვევა არის და ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, რომ რეაგირება განახორციელონ ამაზე და ასევე ახალქალაქის 19 უბანზე 10 ადამიანმა პირადობის მოწმობის გარეშე მისცა ხმა. ეს არის ამ ეტაპზე ის დარღვევები, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგვდის განსაკუთრებით რეგიონიდან, უბრალოდ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ამის გადამოწმებას და უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც. დიდი მადლობა. ჯერჯერობით არა. რომელი საარჩევნო სუბიექტების კომისიის წევრები საარჩევნო თვითონ თავმჯდომარეები განსაკუთრებით. კომისიის თავმჯდომარეები. ეს იყო ახალგაზრდების და ასოციაციაში გამართული ბრიფინგი და მე შევახსენებთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააკეთეს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები. ეს იყო უკაცრავად საერთაშორისო გამჭვირვალობა. მე შევახსენებთ, ჩვენი გადამღები ჯგუფები დილის 7 საათიდან მუშაობენ რეგიონებსა და თბილისში და ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ თიტა წერეთელს. ის დღეს თბილისის მასშტაბით მუშაობს და უკვე შეხვდა რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატს. თიტა, როგორია ბოლო ინფორმაცია გისმენთ? მოგესალმებით, სოფო ამორჩეულთა რაოდენობა თბილისის ყველა უბანზე საკმაოდ დიდია და აქტივობა საკმაოდ დიდია. ჩვენ ამ დრომდე უკვე ვიყავით ჩუღურეთის, ვაკისა და საბურთალოს 4 უბანზე, სადაც ამორჩეულთა შორის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებიც იყვნენ. მე მოვედი ძალიან დიდი იმედით, რადგან 1 ოქტომბრის არჩევნები ყველამიცის არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, იმისათვის რომ თავისუფლად თანასწორ პირობებში ჩაიაროს ამ დღენ და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ არ გაბედოს, როგორც 4 წლის წინ გააყალბოს არჩევნები. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის მოვლაში, მის პატრონობაში. ამას დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს და ჩვენ ნებისმიერ ჩვენთაგან გავკარგავთ ხვალინდელ დღეს. ჩვენ ხელით წერთ, ჩვენი გონებით არჩევანს ვაკეთებს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მესამე ოლქის 54 უბანზე, სადაც დარეგისტრირებული არის 1426 ამომრჩეველი, ამათგან ამ დროისთვის უკვე 200 ადამიანმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დააფიქსირა თავისი არჩევანი. ხალხის ნაკადი თანდათან მატულობს, ჩემს უკან საკმაოდ დიდი რიგია. მე შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა საქართველოს მოსახლეობას საღამოს 8 საათამდე შეეძლება. დიდი მადლობა. თიტა წერეთელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ჩვენ კვლავ ცესკოში ვბრუნდებით. მე შევახსენებთ, მთელი დღის განმავლობაში ნოდარ ჩაჩუა იმუშავებს, მას პირდაპირ ეთერში ვთავთ ბოლო ინფორმაციით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა მამუკა კაციტაძემ სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ. იგი გამოეხმაურა კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თითქოს და სიების დაზუსტების კომისია გეგმავს არჩევნების გაყალბებისთვის და ასევე სპეცნაზს დაუთმოს საკუთარი ოფისი. მამუკა კაციტაძემ დღეს შესთავაზა ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რათა გამოუყონ მათ მონიტორები და ის მათ მონიტორინგი განახორციელონ 24 საათიანი თავად სიების დაზუსტების კომისიის ოფისზე. ეჭვი, რომ თითქოს სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალური ოფისი ან არის უკვე გამოყენებული, ან მომავალში იქნება გამოყენებული რაღაც სპეცნაზთან დაკავშირებით, გაყალბებებთან დაკავშირებით, ბიულეტენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი ვაცხადებ, რომ არანაირი საერთო ამ ტიპის მოსაზრებას, ეჭვს, რაღაც ბოდვამდე მიახლოებულ პოზიციას
არ აქვს სიმართლესთან. კონკრეტულად განცხადებით დღეს მთელი დღის განმავლობაში თავად ციების დაზუსტების კომისიის ოფისი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და 32 მონიტორი უკვე გასულია უბანზე, რომლებიც ახდენენ შედარებას, რამდენად ხომ არ არის განსხვავება სამაგიდო სიასა და იმ სიას შორის, რომელიც ციების დაზუსტების კომისიამ გამოაქვეყნა. პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. მეჯერახსენებთ ქვეყნის მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს 4 წლის ვადით აირჩევს პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება. და ახლა უკვე კონკრეტული დარღვევების შესახებ აქვს ინფორმაცია ჩვენს კორესპონდენტს ქუთაისში პირდაპირ ეთერში ხვდავთ თორნიკე ხურციძეს ბოლო ინფორმაციით. თორნიკე, რა არის ახალი თქვენთან? ჩვენ ბოდის ვიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამორჩეულთა საერთო რაოდენობა 3.413.851-ში ადრეს. ჭენჭისყრა საღამოს 8 საათზე დასრულდება და უბნები დაიხურება. საბოლოო შედეგებს კი ცენტრალური საარჩევნო კომისია 20 ოქტომბრისთვის გამოაქვეყნებს. წესროში მთელი დღის განმავლობაში მე შეგახსენებთ ნოდარ ჩაჩუა საუბრობს და ჩვენ პერიოდულად მივიღებთ ინფორმაციას მისგან. საარჩევნო უბნებზე ამორჩევის აღრიცხვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ნაციონალების პრესპიკერმა გააკეთა განმარტება. ჯერათ ართაჩიშვილის განცხადებით პარტია დღესაც ისევე როგორც ყველა სხვა არჩევნებზე ამორჩევის მოწვევის კამპანიას ახორციელებს. მისივე ინფორმაციით ამორჩეველთა მოწვევის კამპანია კანონის სრული დაცვით და გამჭვირვალედ ხორციელდება. ართაჩიშვილი მედიას მოუწოდებს მოწვევის კამპანიაში ჩართული პირების მხრიდან კამპანიის წესების დარღვევის შემთხვევაში აცნობონ, რაზეც პარტია სათანადო რეაგირებას მოახდენს. Daxla კიდევ ერთხელ ქუთაისი, სადაც 59 საარჩევნო ოლქის 39 უბანზე საარჩევნო პროცესი კომისიის თავმჯდომარესა და ქართული ოცნების დამკვირვებელს შორის დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ქართული ოცნების დამკვირვებლის თქმით დაირღვა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პროცედურა. იქ იყო ცნობილება ბიულეტენების რაოდენობას შორის. ამას გარდა ოცნების დამკვირვებლებმა უბნიდან ნაციონალური მოძრაობის მიერ ორი დამკვირვებლის დაძევება მოითხოვა, რადგანაც სათანადო დოკუმენტაცია არ ჰქონდათ თან. გადასასწრაფო ხუთებზე შეხედეთ რა ხდებოდა ორის ნებურად იყო 3 არა ამით შეიძლება არ შეიძლება კი დამერე არ შეიძლება ბატონო მეგრეუბნე და ცოტა ხნის წინ თავისი არჩევანი გააკეთა ქართული ოცნების პირველმა ნომერმა კახი კალაძემ. ის პირველმა ნომერმა საკუთარი არჩევანი საბურთალოზე საერმის ქუჩაზე 64 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მე გავაკეთე არჩევანი ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, სადაც თითოეული მოქალაქის ღირსება იქნება დაცული და ყველას ექნება საშუალება მიიღოს ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი ჯანდაცვა იცხოვროს ღირსეულად, აცხადებს კალაძე. მე გავაკეთე არჩევანი ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. მოდი მე დავიჭერ. სადაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ღირსებები იქნება დაცული, ყველას ექნება საშუალება მიიღოს ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, იცხოვროს ღირსეულად, ნამდვილ საქართველოში და არა ვირტუალურ საქართველოში, როგორიც შექმნა ერთ-ერთმა ღრუბელ მფრინავმა ადამიანმა. Daxla ფოთი, სადაც მე-11 საარჩევნო უბანზე ამორჩეველმა სიაში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა. ლალი ჭანტურია ქართული ოცნების დამკვირვებლის დახმარებით საჩივარი შეადრინა და კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რათა ხმის მიცემის საშუალება მისცემოდა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მე-11 საარჩევნო უბანზე პრობლემები შეექმნა მე-9 არხის გადამღებ ჯგუფსაც კომისიის თავმჯდომარე იმ მიზეზით, რომ კამერა ხმის მისაცემი კაბინისკენ იყო მიმართული, უბნის დატოვება მოითხოვა. განმარტების შემდეგ მან ბოდიში მოიხადა და მე-9 არხს მუშაობის გაგრძელების ნება დართო. სახში დადიოდნენ, ქუჩებში დადიოდნენ, ორჯერ მაინც იყო.
პასპორტით მოდი ბებიაო და მივიდოდი პასპორტით ჩამწერდნენ და რა ვიცი. ეს კი იყო და მეტი მერე რა მოხდა არ ვიცი. მე მოვთხოვე თავმჯდომარეს და უკავშირდი საოლქო თავმჯდომარესაც და მოვითხოვე რათა უზრუნველყონ მოქალაქის ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლება და მოახდინონ პირადობის საფუძველზე შესაძლებლობა მისცენ მოქალაქე რათა მისცეს ხმას, რაზეც უარი მივიღე. ეს არის კანონდარღვევა. მეცხრე საინფორმაციო სამსახური ბრუნდება პირდაპირ ეთერში და ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ქუთაისს, სადაც უკვე რამდენიმე კონკრეტული დარღვევის შესახებ გვექნება საუბარი. მოგაწვით ინფორმაციას თორნიკე ხურციძე ისე პირდაპირ ეთერში თორნიკე გისმენთ. თორნიკე პირდაპირ ეთერში ხარ გისმენთ. ჩვენ ბოდის ვიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის ქართული ოცნების ლიდერის განცხადებით დღეს 20 წლიანი ტანჯვა დასრულდება, რასაც საქართველოს ისტორიულად იმსახურებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეოთხე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ გააკეთა საკუთარი არჩევანი. მე შევახსენებთ, რომ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. მან ვერ დააფიქსირა დღეს საკუთარი არჩევანი, რაც შეეხება ეკატერინე ხვედელიძეს, მან საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა. და თემას პირდაპირ ეთერში სანდრო კაკაბაძე განარწობს. სანდრო, მოგესალმებით გისმენთ. ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, ეკა ხვედელიძესთან ერთად მეოთხე საარჩევნო უბანზე სოლოლაკში მოვიდნენ. ბიძინა ივანიშვილმა არ ისარგებლა კონსტიტუციის მისთვის ახლახანს მიცემული უფლებით და არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო უბანზე მხოლოდ ეკა ხვედელიძე შევიდა. ბიძინა ივანიშვილი მეუღლეს უბნის შესასვლელში სადარბაზოში ელოდებოდა. უკვე გარეთ გამოსულმა ქართული ოცნების ლიდერმა კომენტარი გააკეთა, მისი აზრით პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ მოსახლეობას მიეცემა საშუალება დემოკრატიულთან მიახლოებულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მისი აზრით ამ გზით ხელისუფლების შეცვლა მოხდება. ქართული ხალხის სიბრძნე, ქართული ხალხის დიდმა ისტორიულმა გამოცდილებამ მოახერხა და შექმნა ის პირობები, რომ ჩვენ დღეს არჩევნებით პირველად მოახერხებთ და გავისწორებთ და ჩავანაცვლებთ ხელისუფლებას. შეიძლება საქართველოს ისტორიაში პირველად დღეს ხელისუფლება არჩევნების გზით. ბიძინა ივანიშვილმა გარეთ გამოსვლისას ასევე კომენტარი გააკეთა კახეთში მომხდარ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით. გურჯაანის რაიონში გუშინ საღამოს 9 თვის ბავშვი იპოვეს გარდაცვლილი, რომელიც აღმოჩენილი იყო ღვინით სავსე ქორში. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელი, უამრავი ხალხი დაარბიეს კიდევ სოფელგამე. ძალიან ცუდ დღეშია მანანა ბერიკაშვილი, რამდენჯერმე მეც დამიკავშირდა. დღეს ხელისუფლება ახერხებს, რომ არც ხედარი პატარა ბავშვის გასცეს და მამას არ მისცეს ადვოკატები. ორი ადვოკატია უკვე ნაცემი, იქ საშინელი მდგომარეობა. მეოთხე საარჩევნო უბანზე არჩევნების პროცესი ჩვეული რიტმით მიმდინარეობს. აქ მოსახლეობას თავისი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება საღამოს 8 საათამდე შეიძლება. დიდი მადლობა სანდრო კაკაბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და აქვე ერთი დაზუსტება ქვევრი, სადაც შვილი აღმოაჩინეს არა ღვინით, არამედ წყლით იყო სავსე და ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით ახლა ქუთაისი ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში თორნიკე ხურციძეს ვრთავთ ქუთაისიდან. თორნიკე, მოგესალმებით გისმენთ. მოგესალმებით, დარღვევებით დაიწყო საარჩევნო პროცესი. ქუთაისში რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა. მაგალითად 21 საარჩევნო უბანზე დაგვიანებით მიიტანეს 5 და ბიულეტენები. შესაბამისად უბანი დაგვიანებით გაიხსნა. გარდა ამისა, რეგისტრატორებს საღნიშნულ უბანზე საწერ-კალმების ნაცვლად დაურიგდათ ფანქრები, თუმცა ჩვენი გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა. საკმაოდ ხმაური და სიტყვიერი შეხვედრა შემოხვა იყო აღნიშნულ უბანზე, რაც საშუალებას არ აძლევდა
ამომრჩეველი საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა და შესაბამისად ამომრჩევლების შეფერხებაც ხდებოდა და თქვენ ახლა შეგიძლიათ ეს კადრები იხილოთ. ეს რაც იყო წეხა ხო გადათვალე. აი ეს რატო არის ბეჭდიანი, აი ეს. ვაიმე დედა მაცალე ერთი წუთი და გავაკეთე. არა, წაიღო, ორივე წაიღო. დია ორივე წაიღო. რატო არის აი ეს ბეჭდიანი ხელმოწერილი. თან რომელი პარტიული სიების იყო შეზღუდვები დამკვირვებლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით რომ დროში ძალიან გამიწელეს რაღაცეების ჩამოხტობების სიასთან დაკავშირებით შეზღუდვები დივანთან და ყველა ესეთ სიტუაციები შეიქმნა რომ შემიზღუდა მუშაობის დაწყების პროცესი და ძალიან ჩემ ფუნქციებში შემოჭრება ეს ყველაფერი მიდის იქითკენ რომ ჩაიშალოს არჩევნები არ დაუშვებთ ჩვენ მაგას რომ არჩევნები ჩაიშალოს ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ გლანძღავენ ზეწოლა პატრულით გვაშინებენ ყველაფერი მაგრამ ჩვენ არაფერი დიახ არ იყო და ეს არა ხო პირველი ამორჩეველი იყო მოსული 8:05 წუთი 8 საათზე ვერ შემოუშვით იმიტომ რომ არ იყო ბიულეტინები დათვლილი არც ახლა არ არის ბიულეტინები დათვლილი ერთი ბეჭედი იყო გაფუჭებული მოიტანეს ბალიში არ აქვს და ეს არ აქვს ბალიში ერთს არ აქვს ბალიში არ აქვს ბალიში ეხლა თუ დაუდეთ არ ვიცი ბალიში არ ქონდა რომელიც არ დამიფიქსირებია და ფანქრები დაურიგეს რომელიც მოითხოვეს და ააცალა ჩვენმა და მაგაზეც გვეუბნებიან რომ ეგ კანონში არსად არ წერიაო კოალიცია ქართული ოცნების წყალტუბოს შტაბიდან მოგვეწოდეს ინფორმაცია, რომ გელგუთის კოლონიაში, სადაც სპეცუბანია გახსნილი, არ შეუშვეს კოალიციის წარმომადგენლები, მათ ჩამოართვეს ფოტო და ვიდეო გადამღები აპარატურა. გარდა ამისა, ჩვენ მოგვეწოდეს ინფორმაცია, რომ ქუთაისში ნომერ 38 საარჩევნო უბანში დატრიალდა ეგრეთ წოდებული კარუსელი, ხოლო 58 უბანში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო შეფერხებული ამომრჩევლების შესვლა და ამომრჩეველს არ უშვებდნენ ჩვენ ყველაზე ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე მომდევნო ჩარტებში უფრო დეტალური ინფორმაციას მოგაწვით და შევეცდებით ყველა ეს ფაქტი გადავამოწმოთ რაც შეეხება ქუთაისის საარჩევნო უბნების რაოდენობას 127 საარჩევნო უბანია ქუთაისში მათ შორის 4 სპეცუბანია ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა კი ქალაქში ჯამში 145,912 ადამიანს შეადგენს დიდი მადლობა თორნიკე ხურციძე საუბრობდა დარღვევებზე ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვასთან დაკავშირებით ნაციონალების პრესპიტერი აკეთებს განმარტებას ჭიორა თართაჩიშვილის განცხადებით პარტია დღესაც ისევე როგორც ყველა სხვა არჩევნებზე ამომრჩევლის მოწვევის კამპანიას ახორციელებს მისივე ინფორმაციით ამომრჩეველთა მოწვევის კამპანია კანონის სრული დაცვით და გამჭვირვალედ ხორციელდება თართაჩიშვილი მედიას მოუწოდებს მოწვევის კამპანიაში ჩართული პირების მხრიდან კამპანიის წესების დარღვევის შემთხვევაში აცნობონ რაზეც პარტია სათანადო რეაგირებას მოახდენს თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დღეს ადამიანები გადავიღეთ, რომლებიც უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ. გავრცელებული ნაციონალური მოძრაობა დღეს ახორციელებს ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გონივრულ დისტანციაზე დგანან და ისინი უზრუნველყოფენ შეხსენებას ჩვენი მხარდამჭერებისთვის, რომლებიც წინასწარ არიან იდენტიფიცირებულნი, რომ მობრძანდნენ არჩევნებზე და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში შესაბამის საარჩევნო უბანზე. ეს გახლავთ დასავლეთში ძალიან ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ წელს ამ პროცესში მიღებული იქნას ყველა ზომა იმისთვის, რომ ამომრჩევლის მოწვევის კამპანია არ გახდეს რაიმე ფორმით პროვოკაციის განხორციელების საბაბი ან საფუძველი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს ძალიან ღრმა, საღი, რაციონალური აწონდაწონის შედეგად. იმ ინფორმაციების საფუძველზე, რაც არის საზოგადოებაში, ყოველ ჩვენთაგანის ვალია გავარჩიოთ შეძლების და გვარი ჭორი სიმართლისაგან, ფუჭი დაპირება რეალური დაპირებისაგან და ასეთი ვთქვათ განწყობით მივიდით საარჩევნო უბნებთან. მეცხრე საინფორმაციო სამსახურში პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობა საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. გარდიანი, ჩიკაგო ტრიბუნი, რადიო თავისუფლება, Financial Times, BBC, CNN, Al Jazeera, Reuters და არასრული ჩამონათვალია იმ მედია საშუალებებისა, რომლებიც ყურადღება დაუთმეს საქართველოში დასამართ საპარლამენტო არჩევნებს. მედია საშუალებები ყურადღებას არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებენ და წერენ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კონკურენტულია.
არჩევნების თემას ეხმაურება ვაშინგტონ პოსტი. ამერიკული გამოცემა წერს, რომ საქართველოში ძალზედ პოლარიზებული არჩევნები ტარდება. ციტატა სტატიიდან: ორშაბათ საქართველოში ექსტრაორდინალური ამბავი ხდება რეგიონში, სადაც ავტოკრატია, ნორმა, ნამდვილი კონკურენტული არჩევნები იმართება. ოპოზიციური კოალიცია ხმების რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს აიღებს, წერს გამოცემა. ქართული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული Financial Times-ი. სტატიის ავტორი ხაზს უსვამს ოპოზიციური კოალიციის შის იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის პარტია ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს, რომ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოს. ბრიტანული გამოცემა Guardian-ი კი წერს, რომ სასწორზე დგას საკითხი საქართველოს ჭეშმარიტი დემოკრატიის წავა თუ არჩევნებით გაქრება ვარდების რევოლუცია, რამაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. სააკაშვილის რეჟიმი ბრწყინვალებას კარგავს და დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რადიო თავისუფლება. არჩევნები არის ბრძოლა, რამაც საქართველოს პოლიტიკური მომავალი უნდა გადაწყვიტოს, წერს სტატიის ავტორი. და საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს საერთაშორისო სააგენტო როიტერიც ეხმაურება. როიტერმა საკმაოდ ვრცელი ნაწილი დაუთმო თავის დღევანდელ ინფორმაციებში საქართველოს შესახებ ინფორმაციას. Daxla პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ჩავთოთ ზესტაფონი ბოლო ინფორმაციით მირიან გორგოძე პირდაპირ ეთერში. მირიან გისმენთ. დიახ, ზესტაფონში ისევე როგორც მთელ საქართველოში საარჩევნო პროცესის წარმოება დილის 8 საათიდან დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის უკვე გაჩნდა ინფორმაცია პირველადი დარღვევების შესახებ. თავდაპირველად პრობლემები შეიქმნა მარკირების სითხესთან დაკავშირებით. ეს პრობლემა ერთდროულად რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა. საუბარია კონკრეტულად ნომერ 1, ნომერ 3, ნომერ 5 და ნომერ 7 საარჩევნო უბნებზე. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მარკირების სითხე ამომრჩევლებს არ ეთყობოდა და მისი მოშორება ძალიან ადვილად შეიძლებოდა. ჩვენ ვიყავით ხსენებულ საარჩევნო უბნებში, ვესაუბრეთ კომისიის თავმჯდომარესა და სხვა წევრებს. მათ თქვეს, რომ ეს იყო მხოლოდ ტექნიკური პრობლემა და აი ამ დროისთვის უკვე აღმოფხრილია ეს პრობლემა. შემდეგი დარღვევა შეეხება ბიულეტენების ნაკლებობას, ანუ ზესტაფონის საარჩევნო უბნებში დაფიქსირდა რამდენიმე უბანი, სადაც მისული არის იმაზე ნაკლები ბიულეტენი, ვიდრე რეალურად არის საჭირო. ანუ იქ რეგისტრირებული ამომრჩეველი უფრო მეტია და ბიულეტენი ნაკლებია. მაგალითად, ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ფუჩი ნომერ 32 საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარემ ჩვენ გარგვიმართა, რომ მართალია ბიულეტენები უფრო ნაკლები არის მისული, ვიდრე ამომრჩეველია იმ უბანზე რეგისტრირებული, თუმცა ეს არის სტატუსიანი ამომრჩეველი, ასე ვთქვათ, ის ამომრჩეველი, რომელიც ვთქვათ, ან საზღვარგარეთ იმყოფება, ან პატიმრობაში, ანუ ისინი, ვინც ვთქვათ, კონკრეტულად იმ უბანზე ვერ მისცემენ ხმას იმ მომენტისათვის. ასევე კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა ზესტაფონში ნომერ 2 საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის ერთ-ერთი წევრი ამომრჩევლებს ბიულეტენზე ხელის მოწერას თხოვდა. ჩვენ რა თქმა უნდა ვიყავით აი ამ უბანზე, სადაც გავესაუბრეთ კომისიის თავმჯდომარეს და მან განგვიმართა, რომ ესეთი ფაქტი მართლაც დაფიქსირდა, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი კომისიის წევრის შეცდომა და როდესაც დაფიქსირდა ეს შეცდომა, იმ წამსი აღმოიფხვრა და კომისიის წევრი უკვე ჩამოაცილეს საარჩევნო პროცესს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. ვინც ბიულეტენს იძლევა, ხო, უკან ხელს მოაწერს ბეჭედს და თანეუბნებოდა, რომ ისო მოაწერი ხელიო და ის ვიღაცები აწერდნენ ხელს, მე პირადად არ მომიწერია. რატო აიძულებდა კომისიის წევრი ხელმოწერას ამომრჩეველს? შეეშალა, უბრალოდ შეეშალა. რას შეეშალა? შეეშალა და არის ის, რომ ხელი არ კი, უნდა აცოდნოდა, მაგრამ დაიბნა. შეეშალა, დაწერა ახსნა განმარტება, რომ შეეშალა და აწერინებდა ამომრჩეველს ხელს. ეს იყო რამოდენიმე ბიულეტენი. ერთ-ერთი კომისიის წევრი აძლევდა მითითებას, რომ ამომრჩეველს თავის იმით უნდა მოეწერა ხელი. თავის გვერდზე ესე ბილეთის უკან უნდა მოეწერა ხელი. ანუ სახელი და გვარი უნდა დაიფიქსიროს. დიახ, ბიულეტენზე, დიახ. დიახ, ჩვენ ვიმყოფებოდით ასევე ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ვესაუბრეთ კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც კომენტარი აი ამ დარღვევების შესახებ გააკეთა. პირადად ვნახე, როდესაც მარკირების სითხე ქონდა ამომრჩეველს დასხმული, მარკირების შესამოწმებელი ფარანით დავანათეთ და აბსოლუტურად ყველაფერი კარგად ჩანს ხელის თითზე, რომ მასზე მარკირება არის დასული ხელზე. საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუვიდა ბიულეტენების განაწილების სქემა ცენტრალური საარჩევნო კომისიამ. ანუ ყველა უბანმა რა რაოდენობის ბიულეტენი უნდა მიიღოს, ეს წინასწარ არის განსაზღვრული. ყველა საარჩევნო უბანზე არის საკმარისი რაოდენობა ბიულეტენებისა და ყველა ამორჩეველს ეყოფა ის.
დიახ, მე შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში აი ამ არჩევნებზე 53 საარჩევნო უბანია რეგისტრირებული და ზესტაფონის რაიონში 47050 ადამიანი არის რეგისტრირებული. დიდი მადლობა მერიან ბორბოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ცოტა ხნის წინ დავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები ბუქარესტის საარჩევნო უბანზე ჩაიშალა. როგორც სესტროს სპიკერმა ეტა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ბუქარესტის საარჩევნო უბანზე კომისიის 7 წევრიდან 2 ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ გამოცხადდა. მისივე თქმით, ამ უბანზე სულ 24 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო პროცესში მსჯავრდებულებიც იღებენ მონაწილეობას საშერახსრობის რამდენიმე დაწესებულებაში უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი პატიმრებმა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს კადრები. არის ორი საარჩევნო უბანი, ერთი სადაც ადმინისტრაცია აძლევს ხმას და მეორე ჩვენი 116 საარჩევნო უბანიც რა შეგვიძლია. რა ვიცი, მშვიდად რეგრიგობით ესე მოყავთ პატიმრები და რეჟიმში. 11 წევრისგან შედგება ეს კომისია, 2 წევრი აკლიან, 13 წევრი უნდა იყოს. სპეცსიამ უკვე იმუშავა, ანუ მისცეს ხმა. გადასატანიყოთ იყო უკვე წაღებული, სულ 3 პატიმარს უნდა მიეცა ხმა, გადასატანიყოთ ერთმა უარი განაცხადა, ორმა მიეცა ხმა. დალუქული ხუთები შემოწმებულია, ლუქის ნომრებიც ჩაწერილი გვაქვს, ისე რომ არავითარი დარღვევა ჯერჯერობით არ არის. ცოტა ხნის წინ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ხმა საბურთალოს 44 უბანზე მისცა. თქვენ ალბათ ყველა მიხვდით, რომ მე მივეცი საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს განვითარებას და საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მივეცი ხმა და დღევანდელი დღე იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული დემოკრატიისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული განვითარებისაკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული დამოუკიდებლობისაკენ. და ცოტა ხნის წინ ასოციაციას გვავრცელებს ინფორმაციას, რომ მარტვილის ოლქის მესამე საარჩევნო უბანზე იმ ამომრჩევლების სია გაიტაცეს, რომლებიც ხმას გადასატანი 5-ით აძლევენ. აზარაშვილის განმარტებით სია დაბრუნებულია, საარჩევნო პროცესი გრძელდება და გამოძიება მიმდინარეობს. და ბოლო ინფორმაცია, ასევე ცესტროს ინფორმაცია, ინციდენტი მოხდა რუსთავის მე-16 უბანზე, სადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ის მუშაობას ვეღარ გააგრძელებს, მის მოვალეობას მოადრილი ასრულებს, საქმეს სამართალდამცველები იძიებენ. ამ დროისთვის ეს იყო ბოლო ინფორმაცია, ზუსტად 12 საათზე ახალ ამბებს თანთა საინდიძე გადაცნობთ, ჩვენ შევხვდებით 4 საათზე დროებით.